Სიმულაციური სწავლება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე. ტრენინგში ავიაკომპანია აირზენას, ავიასაწარმოებისა და აეროპორტის ოპერატიული კომპანია TAP Georgias წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის მიზანია კრიზისულ სიტუაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიულობის ხარისხის შემოწმება და ამ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედების გამოცდა. ერთობლივი გეგმიური სწავლება აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა. უახლოეს მომავალში ანალოგიური ტრენინგის ჩატარება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც იგეგმება. სწავლების სცენარის თანახმად აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში შემოსული იყო შეტყობინება საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ. არსებული სქემის მიხედვით შეიკრიბა ავარიულ-ოპერატიული ცენტრი, რომელმაც განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, გამოძახებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, განაღმვის სამსახური. მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული როლი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე განაღმვის სამსახურის,